97 მომხრე 12 წინააღმდეგი ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეკომენდაციები ხმათა უმრავლესობით არის მიღებული დოკუმენტი, რომელსაც კენჭი უყარეს 46 ქვეყნის წარმომადგენელმა, არის საკმაოდ მკაცრი და ამ დოკუმენტში პირდაპირ არის მოწოდება პოლიტიკური ლიდერების და ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ, ასევე ძალადობაში მხილებული პირების დაკავების და შესაბამისად გამოძიების დაწყების შესახებ, იმ ძალადობების წინააღმდეგ, რაც ნახა საქართველოს მოსახლეობამ რუსთაველის გამზირზე გასული წლის ნოემბერში და კანონების გაუქმების შესახებ, რეპრესიული კანონების გაუქმების შესახებ, სწორედ ეს მოწოდებები არის ამ ძალიან ვრცელ დოკუმენტში, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის წინ უკვე გამოქვეყნებული იყო და ჩვენს მაყურებელს ჰქონდა შესაძლებლობა ჩვენი ეთერის საშუალებით მოისმინა ის ძირითადი გზავნილები, რაც ჰქონდა ევროსაბჭოს კონგრესს. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია და ვიდრე ეს დოკუმენტი გავიდოდა კენჭისყრაზე, მანამდე საკმაოდ ვრცელი განხილვა გაიმართა საქართველოსთან დაკავშირებით თავდაპირველად სტიუარტ დიქსონმა, რომელიც საქართველოს შესახებ დასკვნის ავტორია, წარუდგინა მისი დასკვნა საზოგადოებას. ფაქტების დამდგენი მისია იმყოფებოდა გასული წლის სექტემბერში საქართველოში და სწორედ ამ მისიამ მოამზადა ეს დასკვნა და სტიუარტ დიქსონმა დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას, დეპუტატებს სხვადასხვა ქვეყნიდან თუ რა ხდება რეალურად საქართველოში და მისი ძალიან ვრცელი განცხადება ნამდვილად ჩანდა მისი განცხადებიდან ის, რომ ის არის ძალიან დეტალურად საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებული და მას ჰქონდა მოწოდება ქართული ოცნების დელეგაციის მიმართ, რომლებიც ამ დროს დარბაზში იმყოფებოდნენ, რომ კარგად გაცნობოდნენ ამ დოკუმენტს და რეალურად მათი ევროსაბჭოს მიზანი ამ დოკუმენტით არის ის, რომ დაეხმარონ ქართულ ხალხს და ქართულ საზოგადოებას. ასევე ამ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ყველას განცხადებაში ჩანდა ის, რომ ძალიან კარგად იციან ევროსაბჭოს კონგრესში რეალურად რა ხდება ახლა საქართველოში. ჩემი დასკვნები დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლას ავლენს. ადგილობრივი დემოკრატიის გაუარესება გრძელდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი დასკვნისა იყო ის, რომ კონგრესის და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოების მიერ გაკეთებული მოწოდებების და რეკომენდაციების სრულ უგულველყოფას ვხედავდით, რომლებიც ეხებოდა ჩვენთვის საჭირო დემოკრატიულ სტანდარტებს. ერთი პარტიის დომინირება გრძელდება. პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო დაიძაბა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობების, ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების და სისხლის სამართლებრივი დევნის, ასევე კრიტიკული ხმების სისტემური შეზღუდვის გამო. ეს მოიცავს ახალგაზრდებზე, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებსა და ნებისმიერ დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას. გასულ წელს მიღებულმა კანონმდებლობამ დაარღვია ადამიანის უფლებების ძირითადი ფუნდამენტური თავისუფლებები. ჩვენ აქ ვართ დასახმარებლად და მე მჯერა, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები დღეს აქ მოусმენენ ამ კრიტიკულ ანგარიშს, წაიკითხავენ მას და გაიგებენ, რომ ჩვენ გვსურს დახმარება. მინდა მადლობა გადავუხადო დასკვნის ავტორებს გაწეული სამუშაოსთვის, რადგან ვფიქრობ, რომ ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა არის მკაფიო და სანდო ინფორმაცია და თქვენ ამისთვის ყველაფერი გააკეთეთ. მე შემიძლია მხარი დავუჭირო ქართველი ხალხის, ნამდვილი ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ ვიცით, რომ ადგილობრივ დონეზე ხალხი ხშირად ძალიან განსხვავებულად ფიქრობს ეროვნული პოლიტიკოსებისგან. ამიტომ მოუთმენულად ველი იმის მოსმენას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ინფორმირებისთვის, რათა სათანადოდ დავიცვათ საქართველოს მოსახლეობის უფლებები და დემოკრატია ამ ქვეყანაში. ეს ანგარიში ასახავს ამჟამინდელ სიტუაციას, სერიოზული უკუსვლაა. საქართველოს სხვა გზაზე იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ქვეყანა ახლა ამ გზას ტოვებს და მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, ევროკავშირის წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს. ასევე უკან დაიხია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით. ეს პოლიტიკა საზოგადოებას სწყობს და ასევე გავლენას მოახდენს ქვეყნის მომავალზე. ჩვენ კი სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვთავაზობთ მათ. მთავრობა თავისი მოქალაქეების მომავლით თამაშობს. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიას ესწრებოდა ქართული ოცნების დელეგაციას ხელმძღვანელობდა საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ბაბაშიძე და არაერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი გამოვიდა სიტყვით ამ სხდომაზე და მხოლოდ სიტყვით გამოსვლების დროს ისინი ცდილობდნენ, რომ დაერწმუნებინათ იქ მყოფი დეპუტატები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომ ეს იყო არაობიექტური დოკუმენტი საქართველოს შესახებ, მათ შორის ზურაბ ბაბაშიძე ცდილობდა, რომ დაერწმუნებინა
იქყოფი საზოგადოება, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგი არსებობს, პოლიტიკური დებატები არსებობს და ამის მაგალითად მას მოყავდა მაგალითად სახელმწიფო მედიის ეთერებში მიმდინარე დებატები, ასევე 4 ოქტომბერზეც ჰქონდა ზურაბ აბაშიძეს სიტყვით გამოსვლისას ახსენა მან 4 ოქტომბერი, რომ ის იყო ძალადობრივი აქტი, რომელიც ევროსაბჭოს კონგრესს არ დაუგმია, ასევე ამ სხდომას ესწრებოდა გახარიას გუნდის წარმომადგენელიც, რომელმაც ასევე ისარგებლა სიტყვის უფლებით. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ რა გზავნილები ჰქონდა ქართულ დელეგაციას. ჩვენ ველოდით, რომ ანგარიში მინიმუმ ერთი წინადადებით მაინც იქნებოდა დაგმობილი 4 ოქტომბერს მომხდარი ძალადობა. მთავრობის ძალადობრივი ჯგუფის შექმნის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაცხადეს. ჩვენ ველოდით, რომ ორმაგი სტანდარტები არ იქნებოდა ამ ანგარიში და თქვენ დაგმობდით ძალადობას ისევე, როგორც ევროპელი ლიდერები გმობენ ძალადობას საკუთარ ქვეყნებში. დასასრულს მე მჯერა, რომ კონგრესი კონსტრუქციულ როლს შეასრულებს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარების ხელშეწყობაში. საქართველო ახლა საფრთხეშია. ქვეყანაში ძალაუფლების კონცენტრაცია, ოპოზიციაზე ზეწოლა და დემოკრატიული სივრცის შემცირება მიმდინარეობს. ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ. ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი ან დაპატიმრებულია, ან სისხლის სამართლის ბრალდების ქვეშ, რაც პირდაპირ პოლიტიკური პლურალიზმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. მაგალითად, მე წარმოვადგენ პარტიას, რომლის ლიდერსაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ გახარიას ორჯერ დაესხნენ თავს ფიზიკურად. მედია პირდაპირი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშაა. ჟურნალისტები სამიზნეში არიან. დღეს კი მზია ამაღლობელი დამოუკიდებელი ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი ციხეშია. ეს ნათელი მაგალითია თუ როგორ ახშობენ დამოუკიდებელ ხმებს. თქვენი ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ის, რაც საქართველოში ხდება, არ არის შიდა საკითხი, ეს არის ევროპის საკითხი. ნუ დატოვებთ ქართულ ხალხს ამ ბრძოლაში მარტო. ქართულმა ოცნებამ საკუთარი თავი მხოლოდ სიტყვით გამოსვლების დროს იმართლა, მათ არ ჰქონდათ მცდელობა, რომ მაგალითად დოკუმენტში, რეზოლუციის პროექტში რაიმე შესწორება შეეტანათ, ვინაიდან შესწორებებს ცალკე უყარეს კენჭი და ცალკე უყარეს კენჭი რეზოლუციის პროექტს და შეეძლო ქართულ ოცნებას, რომ წარედგინა მისი შესწორებები, თუმცა ამ შემთხვევაში მათ არ ჰქონდათ წარდგენილი არანაირი შესწორება, საკუთარი პოზიცია, შესაბამისად ხმათა უმრავლესობით, როგორც გითხარით, მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს კონგრესმა საქართველოს შესახებ დოკუმენტს. ქართული ოცნების წევრები გამოვიდნენ მხოლოდ სიტყვით და დეკლარაციულად უარყოფენ ყველა შენიშვნას და ყველა ფაქტს, რომელიც მოყვანილი არის ამ დოკუმენტში, მაგრამ მათ არ შეუტანიათ არც ერთი ამენდმენტი, არც ერთი შესწორება, არც ერთი ფაქტის უარყოფა. ალბათ მიხვდნენ, რომ ამას არავითარი აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ იქ ფაქტებზე იყო ყველაფერი დამყარებული. ისინი ორჯერ იყვნენ ჩამოსული ბოლო 1 წლის განმავლობაში, იანვარსა და მერე აგვისტო იყო თუ სექტემბერი და ფაქტები შეისწავლეს და ამ ფაქტების შემსწავლელი კომისიის დასკვნების საფუძველზე ისინი წერენ სწორედ ასეთ დოკუმენტებს და ასეთ შექმნეს ეს დოკუმენტი. ისინი მარტო ოპოზიციას კი არ შეხვდნენ და მარტო არასამთავრობო ორგანიზაციას შეხვდნენ, თვითონ მთავრობის წარმომადგენლებს და იქაც მოისმინეს თუ რაიმე მათ ჰქონდათ იმის საპირისპირო რა ფაქტებზეც იყო საუბარი, მაგრამ რა უნდა იყოს საპირისპირო, როდესაც არსებობს თავპირდალეწილი 500-მდე ადამიანი, დაპატიმრებული ადამიანები, ისინი ვისაც თავპირი დაულეწეს მერე დაპატიმრებული, არსებობს მოსკოვის მექანიზმის დასკვნა და არსებობს უდიდესი კორუფცია ადგილობრივ თვითმმართველობაში, ამისთვის მარტო თბილისი არის საკმარისი და რა უნდა ყოფილიყო ვერაფერი ვერ შეიტანეს და ამიტომ მიღებული იქნა ყოველგვარი შესწორებების გარეშე. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, დასაჯეთ მოძალადეები და გააუქმეთ რეპრესიული კანონები, მათ შორის ცალკე არის ჩანაწერი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და ამხრივაც მოწოდება აქვს ევროსაბჭოს კონგრესს, რომ გაუქმდეს ყველა ის ცვლილება, რომელიც შევიდა საარჩევნო კოდექსში, რაც ძირს უთხრის საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესისადმი სანდოობას. ასეთია ის ძირითადი მოწოდებები, რომელსაც ჩვენ ხვდებით ევროსაბჭოს კონგრესის საკმაოდ ვრცელ რეკომენდაციებში, რომელიც გამოქვეყნებულია უკვე ევროსაბჭოს ვებგვერდზე. ამ დროისთვის კი საქართველოს შესახებ განხილვა უკვე დასრულებულია.